მოგესალმებით ძირფესო მეგობრებო, ნინო მანტიკა არას კუთხეზე ხართ თქვენ. ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული დიდი ხანია არ შეგვიხედავს რა ხდება მასთან. Daudznორია ბიჭებს გაინტერესებთ გაშლა უფრო მეტად. იგი ბანტონი ბიჭებისთვისაც არ გამიკეთებია კარგი ხანია, თუმცა რაღაცა პასიურ ენერგიებში გადამიხვედით მამაკაცებო. უნივერსალური არის ეს გაშლა. და ვიღაცა გადაირია. მართლა ელოთ. ვიღაცამ გადმომამხო თავს ეს სანთელი და ყველაფერი. კაი. ნერვიულობ რა ვქნათ ახლა მქალმა ვარი გითხრა გენაცვალე და ძალიან მკაცრი ქალბატონი დამიფიქსირდა. ძირითადად მამაკაცებზე მაქვს აქცენტი, თუმცა ჩაგიხაჭაპურებთ ქალბატონებსაც რა ვქნათ ახლა. თორემ მესროლა ვიღაცა მაქედან წიხლი. ეს ამ ქალბატონზე ძალიან კი ბატონო მე ვფიქრობ უნივერსალურს ვაკეთებ გაშლას. საკითხი რომელიც თქვენ პიროვნებასთან გაინტერესებთ შემოკარგებო. კი ბატონო ბევრი გიფიქრიათ ასე რომ ვთქვათ ფუტი ამივიდა თავზეო. ესეთი ენერგიაც არის, მაგრამ აქ ქალბატონი არის ყველა ვარიანტში უკან დახეული. შესაბამისად ეს მამაკაციც თქვენს ესე გამოვიდა რომ შეგეცვალათ ხასიათი, როდესაც ძალიან ცეცხლოვანი და ენერგიული და ალბათ კი არა სექსუალური მიზიდულობა ეს ყველაფერი იყო აქ და რა ვიცი გაჟრიალებდათ კიდეც ფხარკალებდით, განკალებდით და მომენტალურად თქვენს რაღაც სიმკაცრე გამოიჩინეთ და აი აქ ასე ვთქვათ სხვათა შორის ეს თქვენი ხასიათი თქვენ თვითონ გიმშვიდებთ გულს. აუ, კარგად მოვიქეცი ახლა. აქ დღეს გავსცხოთ მამაკაცს. კი, ასე ფიქრობთ, რომ კარგად მოიქეცით და ეს რაღაცნაირად ალბათ კი არა მოგწონდა აშკარად ისე მიფიქსირდება აქ და ვისთვისაც რეზონინდა, ხო? ყოველ შემთხვევაში ვინც აქედან ახლა მე წიხლი მესროლა ისის ნამდვილად რეზონინდა. რა შეეხება აქ რაღაცნაირად მაინც ასეა თუ ისეა ფიქრობთ რომ მე ჯერ ზუსტად არ გაქვს გადაწყვეტილი როგორ მოიქცევით, მაგრამ აი რაღაც გავაგრძელებ და მეგობრული და ეს მეგობრობა სულ კი შემძლებ მაკასთან და თუ შენთან თუ მე თუ მენდომება სულ ესეთი ის მოდის რაღაცა გაციდან რომ მე თუ მენდომება და არ არის მამაკაცებმა თქვენ თუ გენდომება შეიძლება ეს თავიდან თორე მე უკვე ქალზე არის ზოგადად. ქალს თუ ენდომება შეიძლება გამოგივიდეთ რაღაცა. ეს თავიდან უნდა იაქტიუროთ მამაკაცებს. მე უკვე დარხეული გაქვთ. რა შეეხება აქ მე არ მომწონს ამ მამაკაცთან ენერგიები, რატო? იმიტომ რომ აქ არ არის მარტო ეს ქალბატონი. ამ ქალბატონმა ვარი რომ უთხრა, მე ვფიქრობ რომ სწორად მოიქცა, იმიტომ რომ აქ არის ქალბატონი. ასევე ძალიან შესაძლებელი ეს რაღაც უფრო შავი თმები ან რაღაც სწორი თმები თუ რაღაცა ესეთი ის მოდის ენერგია სწორი თმა ან შავი თმები აქვს ამ ქალს. რაღაც ესეთი ენერგია მოდის, არ არის ეს მსუქანი და ეს რა ქვია დათვივით ქალი არ არის. ეს არის გოგოშკა სტილის ქალი, ახლა მე ასაკზე არ კონკრეტდები. გოგოშკა სტილის და როგორი რაღაც არის, იცით? რაღაცნაირად კი ფიქრობთ ამ ადამიანზე კი ეს შეხვედრა მონატრება ნახეთ, მე აქ ვიტყოდი რომ მამაკაცის გული არის შეცვლილი, აქ იმიტომ რომ ქალმა ვარი უთხრა ვიღაცამ
და ამის გამო შეიცვალა, არა, აქ სხვა ჩაერია. მე ასე უფრო მიფიქსირდება, მაგრამ ჩარევა აქ არის განაცვალეთ მაგიური გზებით. მაგიური მიჯაჭვულობაა პირდაპირ გაკეთებული, ხო და ეხლა მამაკაცებო დავუკვირდით, ზოგადად ის ქალბატონი კი არ აკეთებს ჯადოს, ვისთანაც არ ხართ. პირიქით, ვისთანაც ხართ, ესე იგი ის აკეთებს. აბა ესეთი რაღაცა, ესეთი გაკეთებული მე არ გამიგი ახლა, როცა მით უმეტეს ყველასთან კი არ არის კაცო ეს პრობლემა და ოჯახებაზე მიდის და რაღაცა და ეხლა სხვას დააბრალო, შენ მიგეთებ ჯადოსო და აგერ ქალი ცოლად არ ყავს, მოყვან გაგულავება გინდოდა და ბაღანასაც გატენის და რა ვიცი, სახშიც უნდა შემოგივარდეს, ეს თქვენ გაჩვენებენ თავიდან, რომ არ უნდათ დავუშვათ და არა არ დაოჯახდება, აბა ისე იმაშვება ეხლა ზუსტად აგიწია ფეხები, ხო. ეს არის წინაშე სავალი. აი, უნდა იფიქროთ იმაზე. და უნდა გააკეთოთ აქცენტი, ეს ეხლა ცხოვრებიდან რაღაცა ჩავახაჭაპურე, რაღაც რატომღაც შეიძლება არაა გამორიცხული ამდაგვარი აქაც. იმიტომ რომ ისე აქტიურ ფაზაში მიფიქსირდება. ხო. ასე რომ ხშირად არის ეს მომენტებიც კი, არა, იძახიან ქალბატონები, გაჩვენებენ ესე თავს და მე არაგი არა ყველაფერს არაფერს არ უყურებენ, ყველაფერს გადავლიან თავზე, ხო, ესეთი პირდაპირი ვარ, რა გავაკეთო. იმ დროს დარეკენ ზუსტად. ეს იცით რას ნიშნავს? აქ ძალით ზუსტად მე ეჭვი აქ ჩათვალეთ, რომ ეს გაშლა არის პირდაპირ დიაგნოსტიკა გინდ მისულ ვისთვისაც რეზონინდა. ან უბრალოდ არის მინიშნებები ვიღაცისთვის, მაგრამ 100%-იანი. ეს არ არის შოუ ჩემთან. მე ვიღაცას კი არა, ესე მივწერე ერთხელ და მომხარი რაღაცა უსაყვედურე ცოტა. რა გავაკეთო ახლა უსაყვედურე და როგორ მხრეთი ქალბატონო ნინო, ეს არის შოუ, საჯარო გაშლები. ხო, ზუსტად მაგაშია საქმე, შოუ დრო გადაგწეული და კიდე სკოლის სახელი და არქვი და მოვედი და ვაიმე, იცით რა არის? მაგათ ფსიქოლოგიურ დახმარება სჭირდებოდა. მე სწავლაში გადავიხადე კინოთვალე ფული ვიღაცას ფსიქოლოგიური დახმარებისთვის კი არ გადამიხდია. აი ამას რო ვერ ანსხვავებს ხალხი, ამაში ზუსტად წყოს საქმე. ეს შოუ არ არის ჩემთან აქ. ვიღაცისთვის ზუსტად რეზონინდა, ვიღაცისთვის მინიშნებებია. და არა ესე, რა ქვია. ამას რო გიპასუხებს ახლა. კაი, კარგად უხდიან ფულებს. მე კი არ მშურს. არ მშურს, უბრალოდ მე რო მოვხდი და უპასუხე და შენი შნა მივეწი და ესეთი პასუხი მომცა, პასუხობ ამას. ეს შოუ ჩემთან არ არის. ამიტომ აქ მე ზუსტად ვიცი, ნახეთ, როგორ გაწყდა ყველაფერი და უნდა გადავაბა ახლა და ვიწყვალო ამ ვიდეოს იმაზე, იმიტომ რომ არ ვაპირებ თავიდან ჩაწერას და ესე უნდა იყოს, უნდა მიხვდეთ. აქ ზუსტად ამ ურთიერთობაში ესე ჩაერია, ეს ქალბატონი ჩაერია, ზუსტად ვისაც ვასახელებ მე აქ არ არსებობს ზედმეტი რამე ლაპარაკი. ზუსტად ესე ჩაერია და გაწყვიტა ის ურთიერთობა დაუშვათ სადაც ამ ქალბატონმა ჩაერა, მაგრამ ამ საწოდავის ეხლა უკაცრავად ვის თუ მამაკაცებმა თქვენი თავი რომელიმე მომიჯანეთ, მაგრამ ხო შესაძლოა შენი უბედურება იცი რაში არის? ხო, ამ საწოდავის უბედურება ქალბატონებისთვისაც ვამბობ ეხლა და ვიღაცას პირადადაც მივმართავ. ის არის რომ ორივე ქალზე ეფიქრება. გაგიმარჯოს. ესეც დასაფიქრებელი მომენტია, ხო? მწყობა მასე ძლიერი ვერ გაგიკეთა. მიაქციეთ მამაკაცებო თქვენ თავს ყურადღება, იმიტომ რომ ეს ადრე თუ გვიან იმოქმედებს იპოტენციაზე, გულზე, ზოგადად შეიძლება ფინანსური მდგომარეობა სამსახურებრივი ჩაგიკეტოთ, ან უბრალოდ ჯანმრთელობაზე დაგარტყამთ ვიღაცასთან ეხლა მთლიანად მოქმედებს პირადიც დღეშია და თქვენ გონიათ რომ რაღაცეები აეწყო, სინამდვილეში არც არაფერი აეწყო. კარგი, ვნახოთ ეხლა თქვენ ჩაფიქრებული, თქვენთან რა სიზამს ეს ქალი, ავიგე, მაგრამ თქვენთან მე მგონია რომ კი ეს ნახეთ ტყუილად არ ეფიქრება ამას თქვენზე კი ბატონო ამ ქალთან ასრულებს ურთიერთობას ასე ნახე ამ ქალთან რა ხდება
ხო, რაღაცა მოხდა ამათ შორის. ჯადოებმა კარგად არ გაჭირა რა ასლაბარაკოთ. ესე კარგად არ მასქნია რაღაცა. ნახეთ როგორი რაღაც არის. აქ ეს ადამიანი თქვენთან კი ისე ფიქრება და ისე დაფიქრებულია, ეს აუცილებლად გამოვა კონტაქტზე. გეტყვით რომ რა ვიცი, გულწრფელი ხართ. თქვენ სხვათა შორის კი შეიძლება ვარი უთხართ, მაგრამ მაინც ფიქრობ რომ გააქვთ მოლოდინის რეჟიმში ან შეიძლება რა ვიცი, ან ილოცეთ ან რაღაცა გააკეთეთ. ჯადო არა. აი ესე უბრალოდ აი ადამიანი ხო სურვილი რო გაქვს ამის ესეთნაირად მიფიქსირდება. გეგმა აქვს ამ ადამიანთან თქვენთან მიმართებაში სხვათა შორის. გამოვა ეს კონტაქტზე კიდე სხვანაირი გამოვა. როგორი იცი, გავიზარდეო ესე გეტყვით, უკვე დიდი ბიჭი ვარო. ესე იგი თქვენ როცა მამაკაცებო მოახდენთ საკუთარ თავში ამ გარდატეხას და დიდ ბიჭად იგრძნობთ თავს, მერე უკვე თქვენ ზუსტად მიხვდებით ვისთან უნდა დაალაგოთ ურთიერთობა. ხო, გამოდის კონტაქტზე და აქტიურ ფაზაში გადადის ეს იმ ადამიანთან. ესე იგი, დიდი ფიქრის შემდეგ სხვათა შორის აქ არ არის ის მომენტი, რომ არ დაფიქრდეს, ენერგიებშიც ბალანსდება და ეხლა რა ვქნას თემას ნამდვილად განიხილავთ თქვენთან მიმართებაში. ამ ქალბატონს რაც შეეხება, აქ ურთიერთობა. კი ბატონო, ურთიერთობა. არა, აქ სრულდება ურთიერთობა, მაგრამ ძალიან ჩარეული არის. აგიზე ჩარეულია ეს ქალი, რომ რავი მენა 4-ვე ხელფეხით რომ იმას ქნეს. იფორთხებს ისეთ დღეში არის. რატომდანაირი. მე ერთი კითხვა მაქვს ახლა. აი დავუშვათ რაღაც პრობლემა შეექმნა მამაკაც. თუნდაც იმპოტენციის მხრივ პირდაპირ ქალბატონებს გისვათ ამ კითხვას. რავი, ახლა თქვენ ახლა თუ მართლა სურს ქალს რომ გათხოვილი სახელი დაირქვას და აი კაცი ყავს, ქმარი ყავს, ეს სახელი ჭირდება, ხო, ახლა მაშინ ის არც იმპოტენციას არ შეხედავს. ახლა მე აქ სიყვარული რომ ფიქსირდებოდეს, მაშინ სხვანაირად აგელაპარაკებთ. სიყვარული სხვა თემაა კიდე, როცა ადამიანი გიყვარს, იქ უკვე სხვა რაღაცა, სხვა ფენომენია. მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ამას აკეთებთ, ან თუნდაც ავად გახდა, სამკურნალოა, ამისთვის მზად ხართ, რომ ეს ყველაფერი გადალახოთ და გვერდით დაუდგეთ და რაღაცა? თუ მე რა იმას ქნით, რა ქვია. თქვენსაც მე იფიქრებთ მაგაზე და ხო, რა თქმა უნდა, ესეთი ხალხი ამ გენზე შედეგებზე აღარ ფიქრობენ. იქნება არიქთვარ და დედა არ გაუმართლა. ესეთი იყო. მე მოვთქვან პატრონიო, მაგას კი არ იტყვის. ხო. აი მანახე, ვიცი ამ ქალთან შანსია, რომ გამომიდეს. კიდე ამ ქალთან ნახულობ. არა. აქ სხვა ქალბატონი ჩდება თქვენ ცხოვრებაში და თუ ქალბატონებმა ჩაიფიქრეთ, ანუ ეს ქალბატონი არ ხართ თქვენ, ანუ სხვა ზოგადად ის ვისთანაც ეს ყველაფერი მოქმედა, მასთან ურთიერთობა რატომღაც არ გამოსდის. საბოლოოდ რა გეტყოდა ეს მამაკაცი? ამ ბოლო დროს რაღაც სულ სამკუთხა არ ადრედაც მიფიქსირდებოდა, განაარდა მიფიქსირდება. ძალიან დავიყალე, თუმცა იცოდეთ რომ გითვალთვალებთ, გიყურებთ, და ეს რაღაც ცუდად ეს კაცლა კარგად ვერ არის. ხარა თქვენთან აშკარად ეს გამოდის კონტაქტზე, უბრალოდ რა ვიცი მე რა მოვიდა შეიძლება ჭუბი ანუ ძალიან უსამოვნებაშია რაღაცა გახვევებში ყოველ შემთხვევაში. ან ძალიან დეპრესიულად, რავი რაღაცეები გაიაზრა, თქვენ თუ იყო ესეთი გაუგებრობა, იცოდეთ რომ განიცდის ამას და ისე თulis რომ რა ვიცი ძალით დავანგრიე ჩემ ცხოვრებაო, გადაღლილი ეჭვიანობს და ესეთი ენერგიებშია ეს ადამიანი. ეს აუცილებლად მოულოდნელად გამოდის თქვენთან კონტაქტზე.
მაინტერესებს ვიცი და მოვლოდნელად და სტაბილურებს. აქ არ არის ის მომენტი, რომ თქვენ წინააღმდეგობა გაუწიოთ, ანუ იმ ქალბატონთან ვისთანაც გადიხართ კონტაქტზე, ურთიერთობა ლაგდება. ეს საუბარია ашკარად. სხვადასხვა დღისით გამოდის ეს კონტაქტი, არავით არის ღამე, არავით არის რაღაცა. აი დღისით მზის იჭირდება ძალიან კარგი მზიანი ამინდიც იყოს, ხო? ხო. კი, ეს გამოდის კონტაქტზე, უყურთ დღის დღე რა, რაღაც უფრო ისეთი კარგია დღე ამინდიანი თუ რა ვიცი ესე დაფიქსირდა რამე ხამის საათები და რამე მოუნდა ამ დროს არ გწერთ. ხო, ესე ჩანს. ალბათ ამასაც არ უფიქრდებიან მამაკაცების დაღამდება, ხა ჩემთან არ ხდება ეს, მაგრამ აი იყო რამდენჯერმე ადრე იყო ესეთ შემთხვევები. აი რო დაღამდებოდა, ლოგინში რო დაწვებოდა, ხელში დაიკავებდა, მაშინ გაახსენდებოდა ისა ქალბატონი ნინო თუ საქალბატონი ნინო. მაშინ გახსენდებათ ისა, რა ქვია, ქალები. ეს ზოგიერთს კარგი საქციელი გონია. ხო, ესე არ იქცევა ყოველ შემთხვევაში აქ ეს მამაკაცი. ხო, ახლა ვიღაცა უნდა გამომატრახო. ისე ვარ დავასრულე. Thank you, მშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს. შევებით.